100,000-ობით ადამიანმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას? 4 ოქტომბერს თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტი. 500 პუნქტი ივანიშვილმა იცის, რომ არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ გააკონტროლებს. დილიდან, როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მიიღებს დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა. ვიღაც ალბათ იფიქრებს დაგიჯერებენ. ვერ დამიჯერებენ. ჯერერთი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, რომ დამიჯიროს, ან დინე დაიჯიროს. და მეორე, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი დაიჭერს საკრებულოს წევრს, საკრებულოს არჩევნებზე. მისი სტრატეგიული ამოცანა შვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია ვერ იქნება მიღწეული. შესაბამისად, ის მაინც დაემხობა. არის კიდევ მესამე გზა. თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე როგორც ერთი ადამიანი იმ წუთიდან დავჯდები სახლში და ვიდრე 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი. გნებავთ ვაჭრობა და არქვით ბატონო ივანიშვილო, გნებავთ თქვენი საყვარელი საქმიანობა. გნებავთ მუქარად მიიღეთ. თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები, თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობთ.